4 საათიდან საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის ხდომის პარალელურად, რომელიც დღეს მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში. დილიდან მოქალაქეები შეიკრიბნენ პარლამენტთან, რათა გააპროტესტონ ის, რასაც უყურებდნენ ამ ხდომის განმავლობაში. ისინი ამბობენ, რომ ამ 2 დღის მანძილზე, როდესაც კომისია განიხილავდა 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს, ის კითხვები, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ამ კომისიის თავმჯდომარედ არჩეული თეა წულუკიანი სვამდა, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ უნდათ, რომ საქართველო დაადანაშაულონ ქართული მხარე, ქართველი გენერლები, სამხედროები დაადანაშაულონ აგვისტოს ომის დაწყებაში. დღეს აქ საპროტესტო აქციაზე 2 პირი დააკავეს, 2 ახალგაზრდა ქალი, თაკო კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი. ისინი როგორც ახლა აქამდეც დაახლოებით 5:30-დან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან 9 აპრილის ქუჩაზე არიან დემონსტრანტები და აქ არის პოლიციის კორდონი განთავსებული პარლამენტის შენობასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც გზის გადაღმა ტროტუარზე იმყოფებიან. ამ ტროტუარიდან გადმოვიდა სწორედ დაკავებული ქალი, მას ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც ეწერა ანწუხელზე უკვდავია. იგი პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ტროტუარზე დააბრუნეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის მხარეს კვლავ გადმოვიდა, ძალის გამოყენებით დააკავეს, ასევე მასთან ერთად დააკავეს მეორე ახალგაზრდა ქალიც, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ დროისთვის მოქალაქეები რჩებიან კვლავ პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, მაშინ, როდესაც ხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლები ტოვებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ისინი ავტომობილებს 9 აპრილის ქუჩაზე ხდებოდნენ ისეთივე შეძახილებით, როგორიც ახლაც გესმით, მონებო სკანდირებენ აქ შეკრებილი ადამიანები. ისინი აცხადებენ, რომ ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ამ კომისიის ხდომებზე ხდება, ქვეყნის ღალატია და რომ ქართული ოცნება ცდილობს ქართველი სამხედროები, ქართველი გენერლები და ზოგადად ქართული მხარე დაადანაშაულოს იმაში, რაც ჩაიდინა რუსეთმა. კონკრეტულად ბუნებრივია 2008 წელს ომის დაწყებაში. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ აქ მოსული მოქალაქეების კომენტარები. დაკავებული თამარ კურატიშვილი არის ჩემი მეგობარი. მე არ ვიმყოფებოდი იმ დროს აქციაზე, როდესაც ის დააკავეს და ვნახე თუ არა ვიდეოები თუ რისთვის დააკავეს, ან ტროტუარზე დგომისთვის და ვნახე რა პლაკატი ეჭირა მას ხელში. იმავე წამს გაბრაზებულმა და აკანკალებული ხელით იგივე ტექსტი დავწერე და ჩამოვიტანე. ჩემთვის რაღაცა ეს არის დროშის სტარების გაგრძელება, ასე ვთქვათ, ერთ ქართველს რომ დაუვარდება დროშა, მეორე ქართველმა უნდა აიღოს და იგივე დროშის ფრიალი განაგრძოს. ეს დროშა არის ზუსტად ჩემთვის გიორგი ანწუხელიძე და თაკოსაც ზუსტად ვიცი, რომ ამიტომ ეჭირა მისი სახელი. ის თუ საერთოდ რატომ დაწერა მისი სახელი, დღევანდელ დღეს უკავშირდება ის თუ რა ხდება ამ შენობის კედლებში, როგორ უღირსად იქცევიან არალეგიტიმური ხელისუფლების წევრები. შეურაცხმყოფელია 2008 წლის ომის მონაწილეების ჯარისკაცების მიმართ ასეთი უსამართლო მოქცევა, არ ვიცი, ღირსების შემლახავი და აი სიტყვასაც კი ვარ პოულობ, მართლა არ ვიცი ადამიანი როგორ შეიძლება ამას უყურებდეს და ნერვი არ უტოკდებოდეს და იმის ნაცვლად რომ ბრაზობდეს იმაზე თუ ამ შენობაში რა ხდება, პოლიციელები ამ პლაკატით ვინც იდგა იმ გოგოს იჭერდნენ ამის შემდეგ და თან მუხლი რომლითაც იჭერენ პოლიციელის შეურაცხყოფა 173 მუხლი. ანუ პოლიციელები შეურაცხყოფილები ამ პლაკატის ჭერისგან არიან და არა იმისგან, რაც შიგნით ხდება ამ შენობაში. ხო არის ხანდახან შემთხვევა, რომ მტერს და მოღალატესაც შეიძლება რომ რაღაც ღირსება ჰქონდეს, რაღაც ღირსება შეინარჩუნოს და იმის ქვეშ აღარ ჩავიდეს, ანუ უფრო უღირსად აღარ მოიქცეს, ვიდრე შესაძლებელია და ის, რასაც ვისმენთ ამ რაღაც ეგრეთ წოდებული პარლამენტის თუ თვითმარქვია პარლამენტის რაღაც კომისიის წევრებისგან და თავმჯდომარისგან არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი ამ ქვეყნის წარსულისაც, აწყოსიც და მომავლისაც. და პრინციპში ეს არის დაჩქარებული წესით აკეთებენ იმას, რასაც მაგალითად რუსეთში დაჭირდა 10 წელი. ჩვენთან ეს ხდება რაღაც ფორსირებულ რეჟიმში და რამდენიმე თვის განმავლობაში უნდათ რომ დაამყარონ პირწმინდად დიქტატურა.
ეს პროცესები, რაც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ გმირების, იმ ადამიანების, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი გაწირეს 2008 წლის ომში გუშინდელ გამოსვლაში. შინდისის გმირებიც იყო ისეთ კონტექსტში ნახსენები, რომელიც ჩემთვის ძალიან მიუღებელია, მაგალითად იყო ასე მათ დამნაშავებად განიხილავდა ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება და ეს არალეგიტიმური კომიტეტი. და რავი, არ ვიცი, ეს ყველაფერი არის იმ პროცესების გაგრძელება, მიმაჩნია, რაც დააინიცირა მართველი პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილმა ბოდიშის მოხდის საკითხი აფხაზური და ოსური მხარის მიმართ, რაც მიუღებელია, წითელი ხაზი არის ჩემთვის და სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის და ქართველი ხალხი ბოდიშს არ მოიხდის, ოკუპანტებს ბოდიშს არ უხდით ჩვენ. დიახ, აქ კვლავ რჩებიან დემონსტრანტები, თუმცა მათი ნაწილი გადავიდა მეტრო თავისუფლების მოედნისკენ, სადაც ამ დემონსტრანტების ნაწილი ასევე სამართალდამცველებმა გაიყვანეს. ახლა ევრონიუს ჯორჯია ბუნებრივია არკვევს ვითარებას მეტრო თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე გეტყვით იმასაც, რომ დღეს ამავე თემატიკაზე საპროტესტო აქცია 19 საათზე დაიწყო მოედანზე გმირთა მემორიალთან და ისინი იქ შეკრებილი დემონსტრანტებიც ისევე როგორც საქართველოს პარლამენტთან მოსული დემონსტრანტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქართველი სამხედროები 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, საქართველოს ღირსებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თუმცა მათივე შეფასებით სამწუხაროდ დღეს ქართული ოცნება ამ ისტორიის რუსეთის სასარგებლოდ გადაწერას ცდილობს.